მოგესალმებით ყველას, ძალიან მიხარია რომ ჩამოგზანდით კახეთის სხვადასხვა მხარიდან, თბილისიდანაც ჩვენი მეგობრები და თანამოაზრეები, ძალიან სასიამოვნოა დღეს თქვენი მასპინძლობა აქ. ჩვენ 10 დღის განმავლობაში რაც კახეთში ვართ, აქ არის ჩვენი მთავარი ოფისი პარტიის გადმოტანილი, აქედან მუშაობთ, აქ ცხოვრობთ. გავიარეთ 1600 კილომეტრი, ყოველ შემთხვევაში მე ამდენი, მაგრამ ვიცი რომ ამ გუნდში არიან კიდევ სხვა ადამიანები, რომლებმაც ბევრად მეტი გაიარეს. ვიყავით ყველა მუნიციპალიტეტში, მოვაწყვეთ 20-მდე შეხვედრა, შევხვდით ძალიან ბევრ თანამოაზრეს, მეგობარს და თანამებრძოლს. მაგრამ კახეთი არ დაგვხვედრია მხოლოდ მშრალი სტატისტიკით. მან გადაგვიშალა გული, მოგცა ემოცია და გვაჩვენა ის, რასაც ვერ ამოიკითხავ ვერც ერთ სტატიაში, ვერ ნახავ ვერც ერთ სიუჟეტში და ვერ იგზნო მხოლოდ რაღაც ეკონომიკური ცხრილებიდან. მე არ მგონია რომ მე შემიძლია თქვენ უკეთ აგიხსნათ თუ რა დონემდე შეაქცია ზურგი ქართული ოცნების მმართველობამ საქართველოს მოქალაქეებს. მე ვერ გეტყვით უკეთ იმას თუ როგორ უგულო პოლიტიკას ატარებს ეს პარტია ყველას მიმართებით. მე ვერ აგიხსნით თქვენ იმას რომ ძლიერი სოფელი და ძლიერი ღვინო არ გამოვა თუ კი დაცარიელდება სოფლები და ქალაქები და ულამაზეს სახლებში და ეზოებში ჩაქვრება შუქი. მაგრამ მე შემიძლია გითხრათ სამი ისტორია, რომელიც მე კახეთის ტურიდან მიმაქვს და რომელიც ჩემთვის პირველი არის ნიმუში და სიმბოლო იმისა თუ როგორ იქცევა ქართული ოცნება ამ ქვეყანაში. მეორე არის იმედის სიმბოლო და მესამე არის მაგალითი იმისა თუ ჩვენი ისტორიის საფუძველზე როგორ უნდა ავაშენოთ უკეთესი საქართველო. და პირველი ისტორია შეეხება სკოლის მოსწავლეს, რომელმაც რამდენიმე თვის წინ და რომელიც აქ მოგვითხრეს, რომელმაც რამდენიმე წლის წინ დაფაზე გააკეთა ასეთი წარწერა: წინ ევროპისკენ. და ეს მოსწავლე დაიბარეს სკოლაში და აიძულეს ბოდიში მოეხადა, თუ არა და გარიცხავდნენ სკოლიდან. ჩემი აზრით ეს არის სიმბოლო ზუსტად აი ამ უგულო დამოკიდებულების ადამიანების, მოქალაქეების, ბავშვების მიმართ და სიმბოლო იმისა თუ რას არ უნდა შევეგუოთ არავინ. რის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ, რის წინააღმდეგ არ უნდა შეგვეშინდეს ხმის ამაღლება და ძალიან მიხარია რომ აი აქ ამდენი ადამიანი შეიკრიბეთ და იმ საფრთხისა, რათაც ქართული ოცნება გვემუქრება რომ გადააქციოს ჩვენი ქვეყანა მორჩილების, დუმილის და სამარცხვინო გადაწყვეტილებების გროვად. მაგრამ მეორე ისტორია არის იმედის ისტორია. მე მომიყვნენ აქ ამ შეხვედრებზე ასეთი ამბავი, რომ ფინანსური პოლიციის რამდენიმე წარმომადგენელი მაღალი ალბათობით გააგზავნეს დასასჯელად რომელიღაც მაღაზიის მეპატრონეების. და როდესაც ეს ადამიანები შევიდნენ ამ მაღაზიაში და კედელზე დაინახეს წარწერა თავისუფლება პოლიტპატიმრებს, ერთ-ერთი მათგანი მივიდა მაღაზიის მეპატრონეებთან და უთხრა სხვებისაგან შეუმჩნევლად: ვიცით რომ მართლები ხართ, მაგრები ხართ, თქვენთან ვართ, არ შეგეშინდეთ და მოკიდა თავის მეწყვილეს ხელი და ისე წაიყვანა. და ეს არის მაგალითი იმისა, რომ თვითონ აი ამ სისტემის სიღრმეშიც კი ადამიანები ხვდებიან თუ როგორი დეგრადაცია მოხდა მმართველობის. თუ როგორ გარყვნა ქართულმა ოცნებამ სახელმწიფო მმართველობა და პოლიტიკა და ისინი არ ემორჩილებიან და ბრაზდებიან ამაზე. რაც დრო გავა, უფრო და უფრო მეტი ასეთი ადამიანი გამოჩნდება. რაც დრო გავა, უფრო და უფრო მეტი ადამიანი აიმაღლებს ხმას უსამართლობის, უგულობის, კორუფციის, ნეპოტიზმის და ბოროტების წინააღმდეგ. სწორედ ამისთვის ვართ ჩვენც თავისუფლების მოედანი აქ. ჩვენ ვიყავით ბოლო 3 თვე კამპანიაში ვართ, ჯერ ვიყავით იმერეთში, მოვიარეთ იმერეთი, მერე ვიყავით აჭარაში, ახლა ვართ აქ. ახლა ვგეგმავთ ასევე შემდეგი მხარე კიდევ სხვა მხარეების შემოვლას და მინდა ვთქვა რომ ჩვენ აქ იმისთვის არ ვართ მოსული, რომ რაღაც გავაკეთოთ სხვებზე ოდნავ უკეთ. ჩვენ ფიქრობთ რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს ისეთი ხალხი, რომელიც ოცნებაზე ნაკლებს კი არ მოიპარავს, საერთოდ არ მოიპარავს. ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს ისეთი ხალხი, რომელიც
მამაცზე ნაკლებს კი არ დააშავებს, არამედ საერთოდ არ დააშავებს. ხელისუფლება უნდა ჩაიბაროს ისეთმა ადამიანებმა, რომელთა ხელშიც ქვეყანაში ომი არ მოხდება კი არა, არც ომი მოხდება. ევროკავშირშიც გავწევრიანდებით. ქვეყანასაც გავაძლიერებთ სწრაფად და ყველასთვის და შევქმნით ძალიან მალე ღირსეულ და სამართლიან სახელმწიფოს. ამის გაკეთება კახეთს, საქართველოს მოქალაქეებს შეგვიძლია. მე აქ ხედავ ისეთ ადამიანებს, რომლებმაც ვიცი, რომ აუცილებლად უნდა ჩაიბარონ ხელისუფლების სათავეები კახეთში. ჩვენ ისინი უნდა ავირჩიოთ რეალურად თვითმმართველი საკრებულოების წევრებად, რეალურად თვითმმართველი ქალაქების მერებად. და ამ ადამიანებმა უნდა შექმნან ისეთი კახეთი, რომელზეც ჩვენ ყველანი ვოცნებობთ. კახეთი, რომლის ყველა სოფელი იქნება ერთმანეთთან დაკავშირებული სწრაფი და კომფორტული ტრანსპორტით. სადაც სანატრელი არ იქნება კარგი ბაღი, კარგი სკოლა, კარგი სამკითხველო, კინოთეატრი, ბიბლიოთეკა. კახეთი, სადაც მის მუნიციპალურ ცენტრებს სწრაფად შეეძლებათ თბილისთან კავშირი, კომფორტული, სწრაფი რკინიგზით. თელავი და კახეთი, სადაც ჩვენ მოვიწვევთ და ჩავატარებთ მსოფლიო მასშტაბის ღვინის ფესტივალებს. აეროპორტი, რომელიც იქნება რეგიონული ტურიზმის დიდი ცენტრი, სადაც არ მოიპარავენ ფულს, სადაც იქნება მმართველობა, რომელიც დაემორჩილება ხალხს და არ შეეცდება დაიმორჩილოს ხალხი. მე ასეთ ადამიანებს ვიცნობ, აქაც ვხედავ, მოედანშიც ბევრია და კახეთს კიდევ უფრო მეტი შეუძლია. ბევრს გონია, რომ ასეთი ხალხი გაქრა, რომ ყველა წავიდა, ასე არ არის. თქვენ აქ ხართ, ასეთი ლიდერები აქ ბრძანდებით და კიდევ უფრო მეტნი ვიქნებით ჩვენ ყოველ შეკრებაზე. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ თავისუფლების მოედანი ვართ იმისათვის, რომ თამასა პოლიტიკური მმართველობის, სახელმწიფო მმართველობის ოდნავ კი არ ავწიოთ იმ სიმაღლეზე, იმ მოთხოვნებამდე, როგორიც არასოდეს ყოფილა საქართველოში. სხვაგვარად ჩვენ არ გვიღირს, არ გვინდა და ვიცით, რომ მეტი შეგვიძლია. აი აქ უნდა დავაყენოთ ჩვენი სახელმწიფო მმართველობა, ასეთ თვითმმართველობაზე, ასეთ სახელმწიფო მმართველობაზე და ასეთ ადამიანებზე, რომლებსაც გული საქართველოსთვის უძგერთ, გული საქართველოსთვის შესტკივათ. ჩვენ გვინდა გთხოვოთ, რომ თქვენც გადმოდგათ ნაბიჯი ჩვენკენ. ჩვენ ახლა მოგზაურობთ მთელი საქართველოს მასშტაბით, ხვდებით მოქალაქეებს, ხვდებით თანამოაზრეებს. თქვენც გადმოდგით ჩვენკენ ნაბიჯი, დაგვიჭირეთ მხარი, გაწევრიანდით ჩვენთან, გახდით ჩვენი მხარდაჭერი. ჩვენ თუ გვინდა ევროპული ტიპის დემოკრატია, უნდა ვიცოდეთ, რომ ევროპული ტიპის დემოკრატია დგას პარტიების მასობრივ მხარდაჭერაზე. ამიტომ ამ თხოვნითაც მინდა მოგმართოთ. თქვენ შეიძლება გადათვალეთ და 3-დან 2 ისტორია მოვყევი, მესამესაც მოგიყვებით. გუშინ ვიყავით ქვემო მაჩხანში. და აი ამ სოფლის მაცხოვრებლებმა მე-19 საუკუნის ბოლოს დაარსეს ბანკი, რომელსაც ფილიალი ჰქონდა თბილისში. ამ ხალხმა შეაგროვა ფული, რათა გაეხსნა თეატრი და რათა აეშენებინა სამკითხველო. და ეს ყველაფერი გააკეთა რუსული იმპერიალიზმის პირობებში. ახლა ჩვენ დამოუკიდებლები ვართ, ბევრად მეტი შეგვიძლია და ბევრად მეტიც მოგვეთხოვება. ამიტომ თუ კი ქვემო მაჩხაანელებმა ისესხეს ფული იმისთვის, რომ თეატრი აეშენებინათ, სამკითხველო გაემართათ, მოდით ჩვენც დავესესხოთ მათ გამოცდილებას, თუ როგორია ნამდვილი თვითმმართველობა, როგორია ნამდვილი ამბიცია განავითარო შენი ქვეყანა, როგორია ნამდვილი სურვილი და ნამდვილი ჟინი მიაღწიო წარმატებას, გაიხარო საერთო სიხარულით და გააბედნიერო შენი სოფელი, შენი მხარე და შენი ქვეყანა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველას ერთად ეს აუცილებლად შეგვიძლია და აუცილებლად გამოგვივა საქართველოს გულისთვის. დიდი მადლობა.